მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო და მაყურებლებო. ეს ბიზნეს სპეისია, საქმიანი პოდკასტი, სადაც საუბრობთ ბიზნესზე, ისე როგორც წინამდვილეშია. მე კი მისი ავტორი სერგო ოსეჯანიშვილი ვარ. დღეს საუბრობთ თემაზე, რომელიც უკვე პირდაპირ უკავშირდება მომავალს, კარიერას და იმ რეალობას, რომელსაც ქმნის რეალურად AI ყოველდღიურად შრომის ბაზარზე. და პრინციპში შეგახსენებთ, რომ დღეს ხუთშაბათია და ხუთშაბათს ყოველი პოდკასტის წარმდგენი, ასე ვთქვათ, არის DPT Consulting-ი, იურიდიული კომპანია. და დღეს ჩემთან ერთად სტუდიაში მოკლედ ამ თემაზე ვისაუბრებთ ჯონი ჩონიაძესთან ერთად. ჯონი, მოგესალმები. მოგესალმები მსმენელს, მაყურებელს. დღეს ძალიან საინტერესო თემა იყო, სერგო. მნიშვნელოვან საკითხზე უნდა ვისაუბრო და შენ წინა გადაცემას, ესე იგი, გამოვეხმაუროთ, ხო, რადგან განათლებაზე გქონდა გადაცემა. იგივე გავაგრძელო დღეს ჩვენი სტუმარი არის საქართველოს ბიზნეს აკადემიის რექტორი ბატონი კახაბერ ერაძე. მოგესალმებით ბატონი კახაბერ. დღეს თქვენ უნდა განგვანათლოთ და აგვიხილოთ თვალები, არ ვიცი, რაღაც პრაქტიკული გზები უნდა დაგვანახოთ. წეღამ საუბრობდით, სანამ სტუდიაში შემოვიდოდით, რომ ხშირად უმაღლესი განათლება სამწუხაროდ არ არის, ასე ვთქვათ, კონკრეტული უნარების მომცემი, უფრო არის თეორიული ცოდნის მომცემი. აი, როგორ შეიძლება ეს უნარები უფრო გავაღრმაოთ და უნივერსიტეტი, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება არის თუ არა განათლების მიღების ერთადერთი და უალტერნატივო გზა? ასე ისეთი შეკითხვა რომ პირდაპირ არა უნდა გიყოს. რა თქმა უნდა, ეს არა და ამიტომ ეს არ არის უალტერნატივო გზა. და არც არასდროს ყოფილა ეს უალტერნატივო გზა, იმიტომ რომ არსებობს განათლების მიღების ბევრი შესაძლებლობა და ზოგადად ქვეყნის განათლების სისტემა ითვლება უფრო პრესტიჟულად და განვითარებულად, სადაც ბევრი ალტერნატივა არსებობს განათლების მიღების. თუნდაც ზოგადი განათლების მიღების, რაც უფრო მეტი ალტერნატივა არსებობს, მით უფრო მაღალ დონეზე დგას ქვეყნის განათლების სისტემა. ნუ რაც შეეხება, რაც თქვენ ბრძანეთ ახლა, უნარები არის დღეს მსოფლიოში გადამწყვეტი. იყო დრო, როდესაც თქვა თეორიული ცოდნით ადამიანი გადიოდა, დასაქმდებოდა, მერე დოცენტი გახდებოდა, მერე ლაბორატორიაში მუშაობდა, აგერ ფიზიკის ინსტიტუტში, სხვა კვლევით ინსტიტუტებში და ნუ იყო ჩამოყალიბებული სრულფასოვანი დღესაც განა არა. მაგრამ თანამედროვე სამყარო უფრო უნარებს მოითხოვს. იყო ასევე დრო, როცა დიპლომი იყო გადამწყვეტი და არა ის უნარები, რომლებიც მის მიღმა იდგა. დღესაც ახლა დამკვიდრებულია პროფესიულ წრეებშიც კი ვაკვირდები. მივიღეთ ცოდნა. ჩვენ ვაძლევთ ისეთ ცოდნას, რომ ეს ცოდნა სამი რამით ხასიათდება კვალიფიკაცია. ცოდნა, უნარები და დამოკიდებულება, ხო? ანუ უნარები და დამოკიდებულებები რატოღაც გვავიწყდება და ვსაუბრობ სულ ცოდნაზე. განათლების სპეციალისტებზე ვამბობ ზოგადად. იმიტომ რომ ეს მოდის ტრადიციულად. და უმაღლესი განათლება საქართველოშია ეს ასე, რომ ძირითადად მაინც ცოდნაზეა ორიენტირებული და ნაკლებად ხდება პრაქტიკულ უნარებზე ორიენტირებული კურიკულუმები. იმიტომ რომ უფრო ადვილია, ერთი დაწესებულების სივრცეში ხდება, არ ჭირდება ბევრი ურთიერთობები, ვთქვათ, კერძო სექტორთან, სტუდენტის გაგზავნა პრაქტიკებზე და ასე შემდეგ. ადვილია, პრინციპში, ადვილი არაფერი არაა, მაგრამ საორგანიზაციო და ხარჯების კუთხით ძალიან ადვილია. ერთ ოთახში 4 წელი ყავდეს სტუდენტი, მისცე ცოდნა და გაუშვა. მერე უბრალოდ იცით რა შეკითხო, მაგრამ ამ მოთხოვნას შრომის ბაზარიც ხო არ განსაზღვრავს. თუ პირიქით მოხდა განათლებამ დაამკვიდრა ტრადიცია შრომის ბაზარზე, რომ ჩემ ცოდნას ვადასტურებ, რაღაც თქმა უნდა დაუდასტურო ცოდნას დამსაქმებელს. თუ დამსაქმებელთან მაქვს ურთიერთობა, თუ ეს პირადი, ასე ვთქვათ, თვით დასაქმებული ვარ, ხო, რაღაც ჩემ საქმეს ვაკეთებ, ხო, მე ჩემ ცოდნას ან გამოვიყენებ, ან ვერა, მაგრამ დამსაქმებელთან რაღაცით უნდა დავადასტურო ეს. აი, როგორ იყო შრომის ბაზარმა შექმნა ის რეალობა, რომ ცოდნის დამადასტურებელი მხოლოდ უნივერსიტეტის დიპლომია, მხოლოდ არ არის, მაგრამ ნუ ესე თვლიან და ითხოვენ კიდეც, თუ პირიქით ფორმალურმა განათლებამ ჩამოაყალიბა ეს რეალობა. აცით, მადლობა ღმერთს, ეს ტენდენცია იცვლება. და ამაში ჩვენც ძალიან დიდი წვლილი შევიტანეთ პროფესიული განათლების სექტორმა და თუ საჯარო სამსახურშიც კი, სადაც კანონშიც კი ეწერა, რომ მიკრო მუშაობა დაიწყო, უნდა ქონდეს უმაღლესი განათლება, უკვე საგამონაკლისო შემთხვევები ჩნდება. თუმცა ბოდიში შეგაწყვეტინებთ კონკრეტულ თანამდებობებზე ან პოზიციებზე საჯარო სამსახურებში
საკვალიფიკაციო მოთხოვნებში აქვს გათვალისწინებული განათლება მიუხედავად იმისა, რომ კანონი თუმცა სრულიად გაუაზრებლად. ხო, ალბათ. იმიტომ რომ არის მთელი რიგი სამუშაოები, მათ შორის საჯარო სამსახურში, სამინისტროებში და სიტებში, რომელსაც არ ჭირდება უმაღლესი განათლება და არც მზადდებიან უმაღლესი განათლების სისტემაში ეს ადამიანები. როგორც არიან თანაშემწეები, რეფერენტები, თარჯიმნები, თუნდაც ტექნიკური სამუშაოს შემსრულებლები, ლოგისტიკოსები, შემსყიდველები და ასე შემდეგ, ბუღალტრები, ესენი ყველა პროფესიული განათლების სივრცეში მზადდებიან და რატო ვითხოვთ უმაღლეს განათლებას, ხო? ანუ ესე იგი არა გვაქვს კავშირი ფორმალური განათლების სისტემასა და დასაქმებას შორის. თან ამ ფორმალურ კრიტერიუმებს ხო თავად ამ შემთხვევაში საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი აყალიბებს ადმინისტრაციული ორგანო ადგენს. აბსოლუტურად. იმედია HR-ები. ხო, რა ვიცი. ხო, ვიღაც. ხო, ტრადიცია. ჩვენი ახლა ხო ცოტა სხვა რეალობა გვაქვს რა და თქვენი დამკვეთი და ასე ვთქვათ სასწავლო დაწესებულების დამკვეთი არა მარტო სახელმწიფოა არის კერძო ბიზნესიც ხო? და მე თვითონაც წარმოვადგენ ბიზნესს, აგერ ჯონიც წარმოადგენს ბიზნესს, შეიძლება შენთან უფრო სპეციფიურია ეს ამბავი, თუმცა ჩვენთან ახლა მე არ მახსოვს რომ ოდესმე ანუ გვეკითხა დიპლომი აქვს თუ არა. იმდენად დამოკიდებულია აბსოლუტურად სხვა კრიტერიუმებზე ჩვენთან ასე თქვა დასაქმება ხო რომ ანუ ჩვენთან ძალიან ბევრი ძალიან დიდი პროცენტი მუშაობს ჩვენთან ჯერ კიდე სტუდენტი რომელსაც ჯერ ფიზიკურად ვერ ექნება ხო დიპლომი თუმცა ანუ აი ეს რეალობა შეიცვალა რა მაგაზე ვსაუბრობთ ახლა რომ სახელმწიფო და თუნდაც კერძო სექტორშიც კი რაღაც ესეთი უფრო დიდ კორპორაციებში მაღალ თანამდებობებზე ალბათ იქ დღემდე არის ეს მოთხოვნები ხო მე რატო იცი ახლა რა მგონია ჩემ პოზიციას ვიტყვი და მე თქვენ უფრო დააზუსტებთ შენთან სპეციფიკა ისეთია რომ უნარი ადამიანს აქვს სად შეიძინა ახლა მაგის კვლევას ალბათ არ იწყებ რაღაც გარკვეული უნარი გააჩნია ხო უნარი თაფასებ შენ ამას და ცოდნას იმ ცოდნას რაც სამუშაოს შესასრულებლად ჭირდება შენ თავად აძლევ სპეციფიკები განსხვავდება რა თქმა უნდა ახლა თუმცა მე მას მარკეტზე მაქვს საუბარი რა ანუ მასა დღეს ხო ანუ აი დასაქმებულების რა არის ზუსტად აი ამ კრიტერიუმების გარეშე ხო ანუ დიპლომს აღარ ითხოვდა მაგალითად ინფორმაციული ტექნოლოგიები რო ავიღოთ IT-ს რასაც ვეძახით იქ არის საერთაშორისო ორგანიზაციები რომლებიც სერტიფიკატებს გასცემენ შეიძლება პროფესიულ განათლებას შევადაროთ სერტიფიკატს გასცემს ოღონდ ის ამ სერტიფიკატს გასცემს იმიტომ რომ შეამოწმა ამ ადამიანს რისი გაკეთება შეუძლია და რა იცის ხო და ის უფრო აღიარებულია ხა რომ მიხვიდე მაგალითად ინფორმაციული საფრთხების მენეჯერად რო გინოდეს დაწყება და უთხრა რომ იმ ორგანიზაციის სერტიფიკატი გაქვს შეიძლება არც კითხონ უმაღლეს განათლებაზე იმიტომ რომ ჯერ ვინ ამზადებს ახლა ინფორმაციული საფრთხების მენეჯერებს ხო ესეთი რეალობა გვაქვს დღეს ბაზარს და ბატონ კახა დღეს საქართველოში რამდენი ტიპის ანუ რამდენი ტიპის სასწავლებელი არსებობს ტიპობრივად ესე და რამდენი რა დიპლომით ან რა დოკუმენტით შეიძლება დაადასტუროს კანდიდატმა რომ გარკვეული ცოდნა გააჩნია ცოდნას დაუნარებს კანონი კვალიფიკაციას ეძახის ანუ ჩვენ საუბრობთ ახლა რა დოკუმენტებით შეიძლება კვალიფიკაცია დაადასტურდეს ზოგადად ხო ეს არის ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩო რომელსაც აქვს 8 დონე ანუ 8 თაროა სადაც ჩვენი განათლების მიღებული განათლების შესაბამისად ვთქვათ რომელიღაც თაროზეა ჩვენი ვთქვათ ცოდნა უნარები და ღირებულებები მე-9 კლასის ატესტატი ზის მეორე თაროზე მე-4-ზე არის სრული ზოგადი განათლება მე-3 მე-4 და მე-5-ზე ეს არის პროფესიული განათლების დიპლომები მე-6-ზე ბაკალავრიატი მე-7 მაგისტრატურა და მე-8 დოქტორანტურა გარდა ამისა არსებობენ სერტიფიკატები უკვე რომლებიც ასევე ადასტურებენ კვალიფიკაციას. არა დიპლომი, არამედ სერტიფიკატი, ეს არის უკვე მოკლევადიანი ფორმალური მომზადებისა და გადამზადების პროგრამების გავლის საფუძველზე. ისინი ისეთივე კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტებია, როგორც დიპლომები. და მნიშვნელოვანი შეკითხვა ალბათ. პროფესიული განათლების დამადასტურებელი დიპლომი და ასევე სერტიფიკატები რაც ახსენეთ. ეს მხოლოდ საქართველოში აღიარებულია თუ საქართველოს საზღვრებს გარეთაც შეიძლება ამით კვალიფიკაციის ხო, ეს ცოტა ისეთი საკითხია და დამოკიდებულია იმაზე თუ როგორია ჩვენი განათლების პოლიტიკა. ზოგადად ბევრი მსჯელობა მიდის. ახლა ვთქვათ რეფორმის კვალდაკვალ გაცემულ დოკუმენტებს ბოლოს ექნება თუ არა საერთაშორისო აღიარება და არსებობს საერთაშორისო პრინციპები, თუ ამ პრინციპებს არ შეესაბამება განათლების სისტემა, რა თქმა უნდა, ეგ დოკუმენტის
პირდაპირ აღიარება ჭირს და მე იწყება უკვე ინდივიდუალურად. ანუ არსებობს ავტომატური აღიარების მექანიზმები და არსებობს ასეთი შეთანხმება ევროკავშირის ფარგლებში განსაკუთრებით კვალიფიკაციების ავტომატური აღიარების თაობაზე და იქ წერია მაგალითად რომ საერთო განათლება ავტომატურად აღიარდება თუ ის მინიმუმ მიღებულია 10 წლიანი სწავლის საფუძველზე, ანუ სკოლა მინიმუმ 10 წელი გაქვს სწავლი და 3 წელი არის მათ შორის 50% არის პრაქტიკა. ასეთი მოთხოვნები აქვს სხვა პროფესიებსა თუ ამას აკმაყოფილებს ჩვენი ფორმალური განათლების სისტემა, მაშინ ეს დიპლომები ავტომატურად არის აღიარებული. ოღონდ აქ იგულისხმება როგორც უმაღლესი განათლების ასევე კვალიფიცირება, ხო, მინიმალური მოთხოვნები რაც აღიარდება, ხო. გარდა ამისა არსებობს ორხრივი შეთანხმებები ქვეყნებს შორის, ასევე კვალიფიკაციების ურთიერთაღიარების თაობაზე, მაგრამ დღეს გლობალურ სამყაროში ეს ნაკლებად რელევანტურია, რაც უფრო ქვეყნების ფართო სპექტრი აღიარებს განათლებას, მით უფრო ადვილია, იმიტომ რომ გლობალიზაციის პრინციპები მოითხოვს, რომ ჩვენი განათლება და კვალიფიკაცია იყოს შესაფერისი იმ მოთხოვნებისა. აი წინ რომ წავიწიოთ კიდევ ერთი ნაბიჯით და ვისაუბროთ პროფესიულ განათლებაზე. ეს საკითხი როგორი არის კანდიდატს ვისაც სურს პროფესიული განათლება მიიღოს წინასწარ უნდა იყოს ჩამოყალიბებული რა პროფესია უნდა შერჩეული უნდა ქონდეს ეს კონკრეტული პროფესია თუ მაგალითად ფორმალური განათლება ასე ვთქვათ უმაღლესი განათლება უნდა ქონდეს ესე ვთქვათ მიღებული და მერე აარჩიოს ანუ მე რატო ვკითხო რომ ეხა პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე ძალიან გამიჭირდა მიუხედავად იმისა რომ სამართალმცოდნე ვარ განათლებით კონკრეტული მიმართულების არჩევა იქ ძალიან გამიჭირდა დღეს სადაც ვარ და როდესაც ეს კონკრეტული მიმართულება ავირჩი მივხვდი რომ ფორმალურ განათლებას ამისთვის არაფერი არ ქონდა მოცემული კმაყოფილი ხარ ამ არჩევანით? ხო, სხვათა შორის ვარ კმაყოფილი, მაგრამ ეს რომ ამარჩევით კმაყოფილი ყოფილიყავი, ბევრი სწავლა მომიწია კიდევ რა. აი პროფესიული უკვე პროფესიული განათლების მიღება და შესაბამის სერტიფიკატების თუ რაღაც კურსების გავლა. იმიტომ რომ ის არ იყო საკმარისი. აი რა დონეზე შეუძლია კონკურენცია გაუწიოს პროფესიულ განათლებას, იმიტომ რომ მაინც ვფიქრობთ რომ დღეს ესეთი შეხედულება საქართველოში რომ უმაღლესი განათლება აუცილებელი ერთადერთი გამოსავალი არის დიპლომით წარმატებული იყო. დიპლომია პროფესიულიც სხვათა შორის. ისიც დიპლომია. და თან ნახეთ აქ ჩვენ გვაქვს სტერეოტიპებთან ბრძოლის რაღაც აი ვერ დამთავრდა ეს ეტაპი და ალბათ მოსემ 40 წელი ატარა ებრაელები და ჯარგასულა 40 წელი როცა დაიწყო ხოლმე კიდე 10 წელი ვაქვს 8 წელი წინ და მე იმედია რაღაცა სხვა ფაზაში გადავალთ. არ გასულა საკმარისი დრო იმისთვის რომ მშობლებმა თავი დაანებონ შვილებისთვის დიქტატს და მითითებას და დიპლომს. ნელ-ნელა თქვენ ბრძანეთ აბსოლუტურად სწორად რომ დღეს ბიზნესი ითხოვს უნარებს და არ ითხოვს დიპლომს. აბსოლუტურად. ერთადერთი სადაც ითხოვენ დიპლომს იმპერატიულად არის რეგულირებადი პროფესიები და თუ იქ უნდა დასაქმთე, შენ გინდა თუ არ გინდა, სიამოვნებით არ მოვითხოვდი დიპლომს, მაგრამ კანონი მავალდებულებს რომ დიპლომი მქონდეს. იმიტომ რომ პროფესია რეგულირებადი, ხო, როგორ ჯანდაცვა და სხვა. დანარჩენში დიპლომს თუ არ გინდა არ მოითხოვ თუ გინდა მოითხოვ. თუ არ მოითხოვ მით უკეთესი. იმიტომ რომ მეტი აპლიკანტი გეყოლება და მეტი არჩევანი გექნება სხვათა შორის ჩემი გამოცდილებიდანვე, ჩემს აკადემიაში, როდესაც დაგვჭირვებია ადამიანი და მოგვითხოვია ფორმალური განათლება, გაგვიჭირდა არჩევანი, მაგრამ თუ არ მოგვითხოვია, მართლა ისეთები მოსულა, ვარსკვლავებს წვეთ. აი ზუსტად ერთი ეს მათ შორის მასწავლებლებად ინფორმაციის ტექნოლოგიებში მასწავლებელი დიპლომიას მოვიდნენ ახალგაზრდა ბიჭები, რომლებსაც საკუთარი დიპლომი არ ჰქონდათ, მაგრამ საოცრებებს აკეთებდნენ იქვე გასაუბრებაზე. სიამოვნებით აგვიყვება. და გაცილებით ეფექტურებიც იქნებიან. უნებრივია. ეგ შეცდომა ჩვენც დავუშვით, ასე მგონი ახლა გვაქვს ის ავტორიზებული კურსი პერსონალურ მონაცემთა ოფიცრის გადამზადების და იქ მოვითხოვეთ ფორმალურ კრიტერიუმებში, რომ ბაკალავრი უნდა იყოს მინიმუმ. ამას კონკრეტული არგუმენტი ქონდა რა. არ ვიცი რამდენად სწორად შევაფასეთ მაშინ, თუმცა მაინც მგონია რომ ამ ძალიან ვიწრო სამართლის ვიწრო მიმართულებით რომ ესწავლა ადამიანს რაღაც კი არა და მნიშვნელოვანი ფორმალური განათლება ჭირდებოდა და ამ ფორმალური განათლების ან კვალიფიკაციის წინაპირობას მოითხოვეთ დაშვების წინაპირობას. ხო, რა თქმა უნდა, მე პრაქტიკა მაჩვენა რომ ბევრს ქონდა სურვილი მათ შორის სტუდენტებს რომ ამ კურსზე მოხვედრილიყო, მაგრამ ეს დამაბრკოლებელი გარემოება გაჩნდა. ოღონდ აი როგორც მგონია ეს აუცილებელი იყო. არ ვიცი რამდენად სწორი არის ეს.
რა უნარები ექნებოდათ იმ ადამიანებს ათვისების და ალბათ ყველაფერი უნარებზეა დამოკიდებული რა ცოდნის ათვისებაც უნარზეა ჩემი აზრით დამოკიდებული აი პროფესიულ განათლებაში როგორი რეალობა გვაქვს სხვა ქვეყნებში პროფესიულ განათლება დაფასებულია აღიარებულია ხო ძალიან ესეთი რა აი პრინციპში ორ მაგაზე გიპასუხებ და მე მინდა რომ რადგანაც ეს უფრო როგორც ჩანს ფართო საზოგადოებისთვის ცნობიერების ამაღლებას უფრო ისახურებენ ჩვენი განათლება და ვერ შევდივართ ხმა პროფესიულ დეტალებში და არც საინტერესო შეიძლება ავტორისთვის ამ წუთში. პირველი რასაც ვქენ ბრძანებთ საუკეთესო მოდელად სოფლიოში ითვლება გერმანულენოვანი ქვეყნების გამოცდილება. ეს არის გერმანია, შვეიცარია, ავსტრია, ნიდერლანდები და ასე შემდეგ. ნუ ისინი რომ ფეხს ედგანან ჩვენ თავდაღირავდი ვართ. იმიტომ რომ არა, მართლა ასია. იმიტომ რომ სისტემაა სხვაგვარად. ნახეთ, იქ პროფესიული განათლების აუცილებლობა გამოიწვია კერძო სექტორის საჭიროება. აი ეგ დასმენ მეწაღეები თქვენს რომ მოდი ცალ-ცალკე რომ ვაბზადოთ ახლა ჩვენ მეწაღეები ქართულშიც ვაქვს ხო რაც გინახავს ვეღარ ნახავშის რომ ისა ოსტატმა მოდი ერთად გავაკეთოთ დავდოთ ყველამ ცოტა თანხა და ერთად გავაკეთოთ სასწავლო მეწაღეობის და ეს გადაიქცა კოლეჯად და დღეს ვერც ერთი ბიზნესი გერმანიაში ვერ გაიხსნება თუ არ გახდება შესაბამისი ასოციაციის წევრი აი რა უნდა და არ დაიწყებს თანხის გადახდას განათლებაში ანუ განათლება დადგა ბიზნესის საჭიროებიდან. ახლა ჩვენთან რა არის? განათლება თავისთვისაა ბიზნესთან და ვცდილობთ დავანახოთ, გჭირდებათ ერთმანეთი. ამ სიტუაციაში გარდა ბიზნესი დამკვეთია. იდეაში. იდეაში. ანუ მე პირადად ვარ მოსწრებული ამერიკაში დავამთავრე მაგისტრატურა კიბერუსაფრთხოების. პროგრამა კონკრეტულ უნივერსიტეტში კიბერუსაფრთხოების პროგრამას აფინანსებდა ამერიკაში 5 უმსხვილესი ორგანიზაცია ბანკი, სამედიცინო დაწესებულებები და იყო ქსელური მარკეტების დიდი ორგანიზაცია. და კიდევ რამდენიმე არ მახსოვს, ესენი აფინანსებენ პროგრამას და მე ის რომ მოამზადებს სტუდენტს პირდაპირ გასაუბრება და თუ კარგია მიყავს თავისთან, ანუ ბაზა ბიზნესმა შექმნა მოთხოვნა. და იქაც ჩარიცხვაც ეგრე ხდება. ნახეთ, გერმანიაში მიდიხარ ჯერ ბიზნესთან აყავხარ სტაჟირებაზე და ბიზნესი გაგზავნის მერე კოლეჯში. კოლეჯში კი არ აბარებ და მერე კი არ მიდიხარ ბიზნესთან. ბიზნესიდან მოდი, ბიზნესის მიერა მართული და პროფესიული განათლება ძირითადად ქვეყნების 2/3-ში მთელ სოფლიოში ექვემდებარება ეკონომიკის ან შრომის სამინისტროს და რა განათლების სამინისტროს. რადგანაც განათლება ქვია, კი არ ნიშნავს რომ ეს კლასიკური რაღაც განათლება, რომელზეც ჩვენ ახლა საუბრობთ. კი, გასაგები ხო, მაგრამ კარგი შენიშვნა იყო რომ ყველამ გაიგოს. ანუ აი ამ შემთხვევაში საქართველოში როგორ ხდება, ხო? ეხლა ჩვენთან მithumetes ჩვენი ფორმატიდან და ბიზნეს, ასე ვთქვათ, ფორმატიდან გამომდინარე, ბიზნესი გელაპარაკებათ თქვენ? დაიწყო საუბრები და ჩვენ გვაქვს კარგი პრეცედენტები, როცა ბიზნესი მოვიდა და დაგვიკვეთა კონკრეტულად ტრენინგი, ჩვენ გავაკეთეთ მოდული, ავტორიზაციაც გავატარეთ და მე ამ ბიზნესისთვის ვატარებთ. თუ არ არის საიდუმლო ინდუსტრია რო გითხრათ, რომელი აქტიურობს ამ შემთხვევაში? ეს ამ წუთში არის ფარმაცია. ანუ ჯანდაცვის მიმართულება. თუმცა განსაკუთრებით პრობლემა გვაქვს სხვა დარგებში. ძალიან აი ტექნიკურ საკითხებს ეხლა პრინციპში ჰოლანდიაში სულ მომყავს ხოლმე ეგ მაგალითი რა ჰოლანდიაში რო ჩახვალ დინარეების არხები ისია მოჭრილი და გაკეთებული. ანუ ერთი ბალახია რა ზედმეტად გადმოშველი და არხიც ისია გაყვანილი. არ ვიცი ეს ტექნიკური ცოდნის რეალიზება უფროა პრაქტიკაში ვიდრე რა ქვია გარემო პირობების და ლანდშაფტის ხელშეწყობა რა. ეს არის წლების განმავლობაში დადგენილი სტანდარტები, რომელიც არის საფუძველი განათლების, მათ შორის პროფესიული განათლების და თუ ის ასე არ გაკეთდება, ვერც კვალიფიკაციას მიიღებს, უბრალოდ არ მიიღებენ თავიანთ სივრცეში. ანუ თქვენ სწორად ბრძანეთ რა, რაღაც თავის ცხოვრებით ცხოვრობს ორივე, ასე ვთქვათ, მიმართულება, ანუ ბიზნესიც, რომელიც სულ მუდმივად ეძებს კანდიდატებს თავის ხოიცი რა რთულია სულ ეძებს ამას გეუბნებით როგორც დამსაქმებელი, ხო? ანუ სულ პრობლემაა ეგ. და მეორე მხრიდან ყავს სასწავლო დაწესებულებები, რომლის პრინციპში რეიტინგიც კი განისაზღვრება იმით, რამდენად დასაქმე, ანუ რამდენად დაკონვერტირდა რეალურად ეს სწავლა რეალურ პრაქტიკაში, ხო?
და მე ვფიქრობ, რა ვიცი, აი ჩვენი გადაცემების და ჩვენი პოდკასტების ასე ვთქვათ, ერთ-ერთი მიზანიც ეგ არის, ხო, რომ რაღაც ისეთი თემები წამოუჭრათ, ხო, რომელიც რეალურია და ამაზე, არ ვიცი, არც საუბრობენ, ხო? ანუ ეს პრობლემა არის. საუბრობენ, ხიდი არის, რაღაც ხიდი არსებობს, მაგრამ რაღაც ამ ხიდზე არ მოძრაობს არავინ. ჩვენ გუშინ მქონდა ძალიან საინტერესო ვებინარი ETF-მა ჩაატარა და მთხოვა მისი მოდერაცია და იყო ცენტრალური აზიის ქვეყნები და იყვნენ ასევე კავკასიდან ჩვენ აღარა ვართ კაი ხანია იქ, მაგრამ იყო სომხეთის, აზერბაიჯანის წარმომადგენლები და სწორედ ეს შეკითხვა იყო საინტერესო დასმული, რომელიც ევროპული კონტექსტისთვის იყო უცნაური, მაგრამ ჩვენთვის მშობლიური. გულწრფელად დასვა ერთ-ერთმა ცენტრალური აზიის ქვეყნის წარმომადგენელმა. თემა ეხებოდა დამსაქმებელს რატო უნდა მოусმინოთ, როცა განათლებაზე ვსაუბრობთ. ძალიან ისეთი ხო, რა ვიცი, აბა ვისმენ მოусმინა. აიო, რა შეკითხვა დასვა, გულწრფელად დასვა ეგ შეკითხვა და ხო რა მოტივატორებიო არსებობსო ჩამომითვალეთო სამი მაინცო მოტივატორიო რამაც უნდა აიძულოს დამსაქმებელი რომ განათლებასთან დაიწყოს დიალოგი. ეს იმას დიდი პრობლემა რა უნდა ხო და ხალხს ვერ პოულობს. ბიჭო, მარტივად გეუბნები, ახლა ნახეთ, თქვენ სწორად თქვით, ხო დამსაქმებელი თავისთვისაა, ისა კერძო სექტორი, თავისთვისაა განათლება. თავარი რა არის იცით? ეს განათლება ამისი ფულით არსებობს. სახელმწიფო ბიუჯეტში იხდის ფულს კერძო სექტორი, რითაც ფინანსდება განათლება, უკან არ იღებს არაფერს. და იმაზე მეტი მოტივატორი რა გინდა დაიბრუნე შენი ფული იმით რომ უთხარი ასეთი მომიმზადე და შენი გადასახადი მოტივირებულია რომ ცალკე გაქვს სასწავლო ცენტრები კიდე ამაში კიდე ფულს ხარჯავ ხო? ანუ ახო ფულს იხდი განათლებაში კიდე სასწავლო ცენტრებში ფულს იხდი და მაინც ვერ იღებ იმას ვინც გინდა და რატომ უნდა ველაპარაკო განათლებას? იმიტომ უნდა ელაპარაკო სულ ცოტა რომ ეს შენი გადახდილი ფული ამოიღო და უკან დაიბრუნო მინიმუმ ამიტომ ხო? აი ამაზე რომ დაფიქრდება ჩვენი კერძო სექტორი უფრო მეც ილაპარაკებს კოლეჯებთან, რომელიც ბევრად გახსნილები არიან, ვინდრე თუნდაც 5 წლის წინ. ზარი, ხეს ჩაჭიდებენ და აღარ გაუშვებენ. ხო, რა ვიცი, აი კაი გამოიყენეთ კოლეჯები თქვენ სასწავლო ცენტრებად. აი ამას ვეთქვი. ზუსტად, აი იდეაში ხო ჩვენს კურსი რო გავაკეთეთ, ბაზრის მოთხოვნიდან გამომდინარე გავაკეთეთ, თორე ის სურვილი კი აქვს რაღაც აბსტრაქტული რაღაც შეგვექნა და რაღაც ესწავლათ, რომელსაც ვერ გამოიყენებდი რა, იმიტომ რომ მე პრაქტიკაში სულ მქონია ეგ, წეგან ჩვენ საუბრობდით, ზოგ შეიძლება დოქტორის ხარისხი კონდეს და იმ სფეროში რაღაც ვერ გააკეთოს. პრაქტიკული გამოცდილება არა. აი იურისტზე რო თქვა, შეიძლება ერთგვერდიანი დოკუმენტი ვერ დაწეროს რა. და პრაქტიკული გამოცდილება არ აქვს თან და მე ის დოქტორი ასწავლის სხვას და თავისნაირს ზრდის, ესე მგონია, არ ვიცი, ნუ ყველა ადამიანს თავისი გზა აქვს, რაღაც პრობლემები გვაქვს, ფაქტი არის. მაგრამ რატო ვსაუბრობ ამას? პროფესიული განათლება, კოლეჯი არის ის დაწესებულება, სადაც კონკრეტულ პროფესიაზე მივა ადამიანი და მეტნაკლებად ცოდნასთან ერთად გამოცდილება შეიძენს და ეს რამდენად ავტორიტეტული არის, იმიტომ რომ მაინც ამაზე გავდივართ, ხო? ალბათ ფიქრობენ, რომ წავალ უნივერსიტეტში ვისწავლე ცოტა ხნით მეტს. ვიდრე აქ დავხარჯავ დროს და უფრო აღიარებული იქნება. ნახეთ, ბოლოდროინდელი სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ უნივერსიტეტ დამთავრებულების ან მოქმედი სტუდენტები არიან პროფესიულ განათლებაში უმეტესობა უკვე. ან უმაღლეს პროგრამებზე სწავლობენ, ნუ მადლობა ღმერთს დღეს სისტემა ვერ ხედავს ამას და არ უშლის. პარალელურად პარალელურად უმაღლესი სტუდენტი იყოს და თან სწავლობდეს პროფესიულ პროგრამებზე, რომელიც მის მომავალ პროფესიას ეხმარება. ეს სტუდენტი ორმაგად სწავლობს. ორმაგად სწავლობს, კი და ორმაგად ფინანსდება ბიუჯეტიდან. მაგრამ ახლა ან ეკაკლებს და ან აკაკლებს, იმიტომ რომ წელიწადში 40 კრედიტა მაქსიმუმ. ხო, ანუ ფორმალური განათლება საკმაოდ დიდ ძალისხმევას მოითხოვს. ან იქ არ ეწევა ძალისხმევას, ან აქ, მაგრამ რადგანაც აქ არავინ არ აიძულა სწავლა, როგორც ჩანს, აქ უფრო სწავლობს, იმიტომ რომ იცის, რომ ეს გამოადგება მის მომავალი პროფესიისთვის. მაგრამ ის ჭირდება. ის ჭირდება დიპლომი უნდა, დედამ უთხრა დიპლომი უნდა გქონდეს. ეს ჭირდება დასაქმებისთვის. ანუ რეალობა ეს არის ახლა. შესაბამისად, ახლა თუ ვიტყვით პრესტიჟულია, თუ არა დიახ არის. და აქ საზოგადოება იპოვის სწორედ შრომის ბაზრის მოთხოვნებზე მორგებულ პროგრამებს. ასევე განვასხვაოთ, მოდი საკვალიფიკაციო პროგრამები და მოკლებადიან პროგრამები, ეს არსებითია. ნახეთ, საკვალიფიკაციო პროგრამა, რასაც ეძახიან IVET, Initial VET. როდესაც პირველად შედიხარ სკოლის მერე რომელიღაც პროფესიაში. ეს არის 2 წლიანი და 3 წლიანი დაახლოებით.
და უფრო განათლებისკენ იხრება, თუმცა პრაქტიკული კომპონენტი მინიმუმ 9 მაინც არის იქ. მაგრამ სკოლის მერე პირველად დაიწყო შეხება კონკრეტულ სფეროსთან, პროფესიასთან და გამოდის ის პროფესიონალი. მაგრამ პროფესიული განათლების უფრო დიდი ნაწილი ეს არის CVET, continuous VET. ანუ გაგრძობითი პროფესიული განათლება, როცა უკვე ხარ პროფესიაში, ან უმაღლესის დიპლომით, ან პროფესიული დიპლომით და დამატებით უნარებს იძენ, ან იახლებ. ხო, ამიტომ ეს ორი დიდი ბირთვი, დაწყებითი პროფესიული განათლება და გაგრძობითი პროფესიული განათლება ორივეს იპოვით პროფესიულ კოლეჯებში. ეს მეორე კიდევ უფრო მოქნილია, ამიტომ რომ ბიზნესი ვერ ელოდება 3 წელი პროფესიონალს, მას სჭირდება 6 თვეში, 4 თვეში. ამიტომაც სწორედ ეს პროფესიული მომზადება და გადამზადება ეს არის ის შესაძლებლობა, რომელიც თავის დროზე შევქმნით სისტემაში, რომ სწრაფად გვეპასუხა ბიზნესის. ახლა სტატისტიკურად რომელი უფრო ჭარბობს? სტუდენტების რაოდენობა თითქმის თანაბარია. მსმენელების რაოდენობა იმ პროგრამებზე და ამ პროგრამებზე. უკვე გათანაბრდა. თავიდან რო დავიწყეთ თითოეულ როლა იყო მახსოვს 6 და 7 წლის წინ, მაგრამ დღეს ეს არის ძალიან პოპულარული, მაგრამ გათანაბრებაც არ არის ის სწორი ტენდენცია, რომელიც არის, იმიტომ რომ მთელს ევროპაში, მთელ მსოფლიოში გაგრძობითი პროფესიული განათლებას უფრო დიდი წილი უჭირავს 70% მაინც პროფესიული განათლებისა, ვიდრე დაწყებით პროფესიული განათლება. ეს ერთი კითხვა შეიძლება დავსვა, მე მინდა რომ აუდიტორიისთვისაც იყოს ეს კარგად გასაგები რა, ანუ თქვენ გაქვთ სახელმწიფოს მიერ სუბსიდირებული პროგრამები, ხო? და ასევე სხვა შორის აგერ DPT Consulting-მა loyalty-სთან ერთად მოიპოვა ეს აკრედიტაცია და აქვს დაფინანსება, ასე ვთქვათ, სახელმწიფოს მიერ. რამდენად არის დღეს რეალურად, ანუ ის ნაკადი ადამიანების, მსურველების, რომელსაც უნდა, ანუ რამდენად სწრაფად ავსებთ, ასე ვთქვათ, ამ ჯგუფებს რა, ეგ მაინტერესებს, სხვა შორის ეს მაინტერესებს თქვენთანაც. DPT Consulting-მა, რომელმაც ახლა ხანს აგერ წინა გადაცემაში დავაანონსეთ და ვიცი რომ შეავსეთ უკვე. შევავსეთ ძალიან მალე. თან რეგისტრაციას ძალიან ცოტა დრო იყო რა. ძალიან სწრაფად. ნახეთ, თუ კი პროგრამები, როგორც თქვენ ბრძანეთ, წეგან თითიდან გავოწოვილი და ჰაერში მოგონილი არის ეგეთებიც. კი. რომელიც მოიგონა ვიღაცამ, რატომაც არა. ის არიფსება. მაგრამ თუ ეს არის შრომის ბაზრის მოთხოვნაზე ორიენტირებული, ანუ ვიღაცამ გითხრა, მჭირდება, ხო? რა ვიცი, ახლა კონკრეტულ პროგრამებს რასაც თქვენ ბრძანებთ, ხო? ეს პროგრამა საჭიროება დადგა. შრომის უსაფრთხოებაში საჭიროება დადგა. როგორც კი საჭიროება დგება, საზოგადოება მშვენივრად იცის, სად და როგორ. ამ საჭიროება საზოგადოება გრძნობს და არა ბიზნესი აყენებს. შეიძლება ბიზნესი ალბათ იმიტომ არ აყენებს, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებიდან არ აქვს იმედი არ აქვს საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომ ის სწორად შეასრულებს მის დაკვეთას, რასაც ბიზნესი ითხოვს. სწორი ფორმულირება ეგ უფრო. კი და რა თქმა უნდა ივსება ძალიან სწრაფად, არის ის გრძელვადიანი პროგრამების, რომლებიც სწრაფად ივსება, ოღონდ ახლა იქ ბარიერები გვაქვს, პრობლემები გვაქვს, რომელზეც იმედია დაფიქრდებიან, რომ ეს არის ჩარიცხვის გართულებული პროცედურები. თუნდაც წელს უკვე ეროვნული გამოცდები შემოიღეს. ანუ აუცილებელი გახდა. მთელ სამყაროში თქვენ ვერ იპოვით შემთხვევას, როცა ცენტრალიზებული გამოცდებით ხდება პროფესიულ განათლებაში ადამიანების შესვლა. ბატონ კახა, ერთი ჩვენ ვართ ერთადერთი და წამყვანი ამაში, რომ ეროვნული გამოცდებიც კი დავაწესეთ ახლა პროფესიულ განათლებაში და ვფიქრობ, რომ შედეგები გვექნება ძალიან. ერთი აქცენტი მინდა გავაკეთო. ეს აღქმა, რომ უნივერსიტეტი პროფესიულ განათლებას ჯობს, იმით ხომ არ იყო განპირობებული პირველი, რომ უნივერსიტეტში რომ მოხდეს აბიტურიენტი, რაღაც გამოცდები უნდა ჩააბაროს, როგორც ერთიანი ეროვნული გამოცდებია. ხო, ზოგადად არის ეგ, რასაც უფასოდ იღებ, ფასე არ აქვს. და ცოტა გაწვალდები, მაგრამ აი რაღაც არ ამგონია, ვერ დავიჯერებ ახლა, რომ იმიტომ უნივერსიტეტი პრესტიჟული, რომ იქ ბევრ გამოცდებს აბარებენ და არა, ესეთი სუბიექტური ახლა მაშინ ახაც აბარებენ და მაშინ პრესტიჟული ყოფილა ეს, ხო, ერთის და მეორეს, მაგრამ არის, რა ვიცი, ბევრნაირია, ხო, მაგრამ არ ამგონია, რომ ფართო მასებზე სწორედ ეს იყოს გადამწყვეტი. მაგრამ რადგანაც ამ ერთიან ეროვნულ გამოცდების ბარიერად ხედავთ, იქ ალბათ ამას რაღაც არგუმენტაცია გააჩნია. მე ხედავ სტატისტიკა ხედავს ამას. თუ კი ადრე პრაქტიკულად ვაკანსიები არჩებოდა, წელს განაცხადებიც კი 1/1000-ია თითქმის იმისა, რაც ვაკანსიები გამოცხადდა. ბატონ კახა, ეს ყველა და აქედან რამდენი ჩააბარებს არ ვიცით.
ხო, რამდენი ჩაბარებს, ეგეც რამდენი ჩაბარებს იმ გამოცდას, მაგრამ, შეჩატარებს. ყველაზე ხო არ არის ეს არის უმაღლეს პროფესიული პროგრამების დიახ. აი, უმაღლესი პროფესიული პროგრამა რომ დაასრულო, სავარაუდოდ ბოლოში რაღაც გამოცდის ჩაბარება გიწევს, ანუ ცოდნას გამოცდიან და უნარებს შენსას, ხო? მხოლოდ საერთო საქმეში, იმიტომ რომ რეგულირებადი. აჰა, სხვაგან ჯერჯერობით ამის იმპერატიული მოთხოვნა არ არის. იყო კანონით განსაზღვრული, მაგრამ 2 წლით გადაავადეს საკვალიფიკაციო გამოცდების აუცილებლობა. ხო, აი რისი და ჩვენება მინდა დღეს მსმენელისთვის რატომაც შევიკრიბეთ, რომ ერთი ძალიან მნიშვნელოვანია და ფაქტია, რომ სახელმწიფოში თუ გაქვს მონდომება, არის რესურსი, რომ ცოდნა და გამოცდილება მიიღო. ხო, ეს ხშირად ერევათ ხოლმე, მხოლოდ არ ვიცი ცოდნა რამდენად, ამ მხოლოდ ფორმალურ განათლებას მისდევენ ხოლმე და ეს ორივეს იძლევა და მეორე ამ პროფესიული განათლების მიმართ, ასე ვთქვათ, უნდობლობა ბჭყალებში იმით ხო არაა გამოწვეული, წეგარ არ თქვენ ბრძანეთ, რომ ნდობა არ გააჩნიათ, რომ შესაბამისი მომზადების პროფესიონალი გამოვა იქიდან. აი სუბიექტური აღქმები რო გავაკარგოთ. არა, მეც ვიტყოდი, მე უკვე გააჩნიათ. უკვე გააჩნიათ, უბრალოდ დაალაგდა ეს სიტუაცია, პრაქტიკულად პროფესიული განათლებაში არსებული ვაკანსიები თითქმის იყო ამოწურული. ბოლო სტატისტიკებით, ეხა პირველი შემთხვევაა, როცა სხვა ტიპის ჩარიცხვები დაიწყო და მგონია, რომ ამით გაუარესდება სტატისტიკა. მგონია კი არა, ვიცი რომ გაუარესდება, იმიტომ რომ აპლიკანტების რაოდენობა არის, როგორც გითხარით, ბევრად ნაკლები, ვიდრე გამოცხადებული ვაკანსიებისა, შუა ასეთი არ გქონია. ამიტომ პირდაპირ მიზეზი ეს არის ის ჩარიცხვის პროცედურული ნაწილი, ხო, არ მგონია ერთ წელიწადში ზურგიში აქცია შემოbrunებულმა საზოგადოებამ პროფესიულ განათლებას. ესე რამდენად ხშირად გადაიხედება ეს პროგრამები? პროგრამები ეფუძნება სტანდარტებს, რომელსაც შეიმუშავებს ბიზნესი, კერძო სექტორი ჯდება, ამბობს, ანუ რესტორანში რო დაკვეთა მიცე ახლა. ხო, ეს მინდა. აი, მაგალითად, მოძველებული დაკვეთა ხო არ არის შემთხვევა? არ არის. ნახეთ, სხვა პერიოდი აქვს. თვითონ ბიზნესი წყვეტს რამდენ ხანში გადახედონ. მაგალითად, IT-ის მიმართულებაში 2 წელიწადში ერთხელ მინიმუმ ხდება, როცა თქვა რაღაც სხვა პროფესიებში შეიძლება 5 წელი იყოს ვალიდური სტანდარტი. მაგრამ თვითონ სასწავლო დაწესებულებაც ხომ ამ მოთხოვნებს გრძნობს, რა რეალობა არის, იმიტომ რომ ნახეთ, სასწავლო დაწესებულება ვალდებულია სტანდარტთან იყოს შესაბამისი. თუ კი სტანდარტს ბიზნესი შეცვლის, სასწავლო დაწესებულება ამას ავტომატურად მოერგება. ანუ სტანდარტს ეფუძნება საგანმანათლებლო პროგრამა, ვერაცდება. და ამას ემსახურება ავტორიზაცია, ხო? ამოწმებს რამდენად სტანდარტთან შესაბამისობაშია მისი კურიკულუმი. და ის რაც ვისაუბრეთ, ჩარიცხვის წინაპირობა, დასრულების წინაპირობა, ეს სტანდარტებითაა განსაზღვრული და განათლების სამინისტრო ამტკიცებს ამას თუ უფრო მაღალი საკანონმდებლო ადრე ამტკიცებდა ამას უნარების სააგენტო, რომელიც სამწუხაროდ დაიხურა და უნარების სააგენტო იყო ბრწყინვალე იდეა, რომელიც უნდა ყოფილიყო სწორედ ბიზნესის ხმა პროფესიულ განათლებაში. მე სხვა მიზეზების გამო ამ სააგენტომ ვერ შეასრულა ის ფუნქციები, რაც უნდა შეასრულებია და სამწუხაროდ მარტიდან არის ლიკვიდირებული. შესაბამისად, ეს შესაძლებლობას გაუშვა ბიზნესმა ხელიდან, რომ ამ ფორმატით დაკვეთა სწორად მიეცა. მე მგონი, ეხლა ვსაუბრობთ რაღაც დადებითი ხდება სადღაც რაღაც პრობლემა, მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემა მე მგონი არის ის, რომ ცნობიერების დონეზე, ცოდნის დონეზე რა რესურსები გაგვაჩნია. აი, როგორც ბიზნესს ჰქონდეს ეს ინფორმაცია, ვის შეიძლება მივმართო და წეგან თქვენთვის რომ სააგენტო არსებობდა და ბიზნესმა ვერ გამოიყენა, ან დღეს სკოლას ამთავრებს ვიღაც და რაღაც მიმართულება ჭირდება, ან შობელს ვინც უნდა ურჩიოს შვილს რჩევის დონეზე, მაინც რაღაც ჰქონდეს ინფორმაცია. მე მგონი ამ ინფორმაციის ნაკლებობა ჭარბად გვაქვს. აბსოლუტურად. ნაკლებობა ჭარბად გვაქვს, ხო. გეთანხმებით, დიახ, ცნობიერება, სტერეოტიპები, რომელიც ჯერ კიდევ ჭარბად გვაქვს საზოგადოებაში, მაგრამ კიდევ ერთხელ, რა ვიცი, თუ შემიძლია მივაწვდინო ხმა, თქვენ ძალიან საინტერესო თემა გქონდათ გაშლილი, რომ ეს არ არის ალტერნატივა, ეს არის სტრატეგიული არჩევანი, იმიტომ რომ არის პროფესიები, არის სფეროები, რომლებიც მომავლის პროფესიები და სფეროებია, სადაც სპეციალისტები ვერ მომზადდებიან უმაღლეს განათლებაში, იმიტომ რომ უმაღლეს განათლება ამისთვის არ არის. ამიტომაც პრაქტიკული რჩევაც აქცენტი რომ გავაკეთოთ პროფესიულ განათლებაზე, როგორც საზოგადოებამ გერმანიაში ასე ახალწლში 2 სტაჟიორი გვყავს ჩვენ მიუნხენის ტექნოლოგიების კოლეჯიდან, სხვათა შორის. ერთადერთი კოლეჯი ვართ, რომელსაც წლებია ჩვენ გვაქვს ჩამოსული სტაჟირებაზე. სტაჟირებაზე, სწორედ სტაჟირებას გადიან ჩვენთან.
კი, ესენი არიან IT, ადრე ყავდნენ ტურიზმის მიმართულების, იყვნენ საბანკო სექტორის მიმართულების პროფესიული სტუდენტები, რომლებიც სამთო და მათი კურიკულუმის აუცილებელი ნაწილია დიპლომი რომ მიიღოს, რომელიმე უცხოურ ქვეყანაში უნდა გაიაროს გარკვეული გამოცდილება მიიღოს. ეხლა ყავს IT სტუდენტები. და ზოგადად ასეა, ნახეთ, გუშინ წინ მქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა და რა იყო შენი мотиваცია რომ წახვედი პროფესიულ განათლებაში? ნუ თუ უნივერსიტეტი ვერ იპოვე. რა თქმა უნდა, ნუ ვიპოვეო, მაგრამ მე ვიცი რომ ეს სფერო მინდაო, ეხლა დავიწყებ პროფესიული დავსაქმდები, უკვე მუშაობს კომპანიაში. შეგახსენებთ რომ იქ ჯერ კომპანიამ უნდა აიყვანოს და მერე მიდის კოლეჯში. მუშაობს. კოლეჯს დაამთავრებს, უკვე მიიღებს სრულ ანაზღაურებას, მანამდე იღებს 2-3 ხელფასს ის, სანამ სტუდენტია. იმიტომ რომ 3 დღე არის სამუშაოზე და 2 დღე კოლეჯში. როგორც კი დაამთავრებს, მიიღებს სრულ ანაზღაურებას და მერე გადავწყვეტო, თუ ეს ანაზღაურება მომწონს და პირობებიო, კი გავაგრძელებ მუშაობას, თორე და ამავე ხელფასით ვისწავლი მერე უმაღლესში. ხდებით, ანუ ეს არის მისთვის ცხოვრების და განვითარების ეტაპი, დამოუკიდებლობის მოპოვების ეტაპი და ოჯახს კი არა ჩამოკიდებული უმაღლესში რო ისწავლოს. დაიწყო და თქვენ წარმოიდგინეთ, ახლა რამდენად წარმატებული IT სტუდენტი იქნება ის უმაღლესი განათლების საფეხურზე, კოლეჯში აქვს დამთავრებული IT და პროფესიონალია. უკვე იცის რატომ მიდის და იქ უმაღლესში. უმაღლესი სხვა განათლებას მისცემს კიდე უფრო გაუთეორიულებს. ხო. მე თეორიას მისცემს. ანუ იმას რაც იყენებდა პრაქტიკაში, უბრალოდ ამის არა, ფორმულირებას. აი ორივეს ანუ კომპონენტი. ახლა იცის როგორ და უმაღლესში ისწავლის რატომ. კი, უნიშნელოვანესია ეგ ორი სინთეზი, თეორიული ცოდნა, ზოგადად ამ ცოდნის კონვერტირება უნდა შეგიძლოს მე პრაქტიკაში. აი მე უმაღლესში ისწავლის რატო აკეთებს. ახლა სწავლობს როგორ გააკეთოს. ძალიან საინტერესოა. ესე ამ ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში რას ხედავთ თქვენ, მაგალითად აი ეს ისეთ ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს უახლოეს წლებში? აი ხო თქვენ ხელოვნური ინტელექტი, კი, ამაზე ბევრი დისკუსია, ძალიან ბევრი საერთაშორისო დისკუსია, ფორუმი და ის იმართება პლატფორმა და სწორედ საუბარი მიდის რომელი პროფესიები მოკვდებიან უახლოეს მომავალში და რომელი პროფესიები გადარჩებიან და გააქვთ უკვე ინფორმაცია რა მოკვდება? ანუ რაღაცები მოკვდება რაღაცები მოკვდება აუცილებლად, ეს იქნება მაგალითად მოლარე ოპერატორები, საბანკო სერვისების ნელ-ნელა წავამილება რეჟიმში, ამას მთლიანად გადაიტანს თავის. ნუ ეგ ისედაც მე მგონი ჩანს მაგის ავტომატიზაციის სინი უკვე. ხო. პერსპექტივა. მომავლის პროფესიები, რომელიც შენარჩუნდება და მდგრადად შენარჩუნდება, ეს იქნება ჯანდაცვა და სერვისები, მაგალითად შინმოვლა, ბავშვის მოვლა, ძიძები და ექთნები, ამაზე იქნება ქრონიკულად მოთხოვნა, გაიზრდება. და რაც უფრო გაიზრდება ცხოვრების ხარისხი, მით უფრო გაიზრდება სიცოცხლის ხანგრძლივობა და მით უფრო გაიზრდება სერვისებზე მოთხოვნა. აუცილებლად ეს იქნება მწვანე ეკონომიკა და განახლებადი ენერგიები და სოლარული ენერგოდამოუკიდებლობა. ეს აუცილებლად იქნება. ლოგისტიკა, დისტრიბუცია აუცილებლად სხვა ფორმებში გადავა, მაგრამ ვერ ჩაანაცვლებს ვერაფერი ადგილზე მიტანას, ეს ვერ მოხდება ინტერნეტით, ვერც ხელოვნური ინტელექტით, ამიტომ თუმცა დრონები დაგვინავენ უკვე. კი, ანუ უფრო მოქნილი ტექნოლოგიები და ამ ტექნოლოგიების მომვლელი მაღალი კატეგორიის სპეციალისტები. ანუ პრაქტიკულად მოთხოვნა აღარ იქნება იაფ სამუშაო ძალაზე, რომელიც იყო 40-იანი და მე-20 საუკუნის ამბავი, არამედ მოთხოვნა იქნება მაღალ კვალიფიციურ პროფესიონალებზე, რომლებიც გაიზრდებიან პროფესიულ განათლებაში. მოთხოვნა იქნება თეორეტიკოსებზე, რომლებიც ქმნიან ახალ ტექნოლოგიებსაც, ეს იქნება უმაღლესი განათლება, მაგრამ ეს ვერ იქნება 70-30-თან შეფარდება როგორც საქართველოსია. ანუ 70 ქმნის თეორიას და ტექნოლოგიებს და 30 ამას ეს შებრუნდება. 5-10% სრულად საკმარისია იმისთვის, რომ ახალი ცოდნა შექმნას, ეს ბევრია. ახალი ტექნოლოგიების შექმნას და ამის განმახორციელებელი ბევრი უნდა იყოს პროცესი. კი, ნამდვილად. მე მგონი AI-ზე არის ისტერია, რა ჩემ სუბიექტურას დავაფიქსირებ, რატომ ეს თუ ერთი მხრივ აქრობს რაღაც პროფესიას, ასევე წარმოქმნის ახალს. აუცილებლად. და მოდით, აი, რადგან დასასრულისკენ უნდა წავიდეთ, თქვენი გამოცდილება გაგვიზიარეთ, ყველაზე მოთხოვნადი პროფესია დღეს საქართველოში. პროფესიები რომელსაც თქვენ ასწავლით და თქვენი შეხედულებით შეიძლება არ იყოს რაღაც პროფესია მოთხოვნადი, ესეთი მოთხოვნა არ ჩანს, მაგრამ
ამ ასეთი ტიპის პროფესიონალებს არსებობა საჭირო არის. ბაზარზე არის მოთხოვნა, უბრალოდ ამას ვერ ხედავს ხალხი და ამ საინტერესო შეკითხვაა და ხშირად უბრუნებ ხოლმე მე ანუ მოთხოვნადი სტუდენტის მხრიდან თუ მოთხოვნადი ბიზნესის მხრიდან. კი, ორივე ვთქვა. ხო, კი ბატონო, სტუდენტების მხრიდან მოთხოვნადი პროფესიები ეს გახლავთ ჯანდაცვა და ეს გახლავთ განათლება. ეს არის აღზრდელები და შემდეგ აუცილებლად უნდა შეგეკითხოთ. სტუდენტს ამ მოთხოვნილებას რა გარემოებები უყალიბებს? ტრადიციული შეხედულებები ოჯახისა, რომ თუ ხარ ექიმი, ჯანდაცვის სისტემის უფრო ადვილად გათხოვდები, უფრო ადვილად მოიყვანს სულს თუ ხარ მებაჟე და დაახლოებით ეგეთ ჩვენ რო ვაბარებდით სამი პროფესია ვიცოდით. ბიზნეს ადმინისტრირება, იურიდიული და სამედიცინო, ხო სხვა რა იცი ახლა. მაშინ ეკონომიკა ერქვა. ხო, ეკონომიკური. თუ სხვა რამე იყო. კი ბატონო. რაც შეეხება ბიზნესის განვითარებიდან, ნუ ეს ქათამი და კვერცხის ამბავია. ჯერ უნდა შევქმნათ სამუშაო ძალა და მერე განვითარდება ბიზნესი და მოვა ინვესტიციები, ანუ ესაა იმის პირობა, რომ თუ ბიზნესი რო განვითარდა მერე ვეძებ სამუშაო ძალა, ნუ ეგეთი ამბავი უჭირს ახლა. ხო? თუმცა მთელი მსოფლიო ამბობს, რომ ინვესტიციებისა და ეკონომიკის ზრდის წინაპირობაა კვალიფიციური სამუშაო ძალის ასეულობა, ამიტომ მთელი მსოფლიო მიდის წინსრე პროგნოზირებაზე, რა იქნება მოთხოვნადი, უკვე იწყებენ სპეციალისტების მომზადებას და მერე შემოდის ინვესტიციები. ჩვენ ახლა პირიქით ვართ. კი. ჯერ შემოვიდა ინვესტიციები და ახლა ვეძებთ ვინ დავასახმო, ხო? მაგრამ ნუ საბოლოო ჯამში რა არის მოთხოვნა? რაც გითხარით, რაც მომავლის პროფესიებია, ინფორმაციის ტექნოლოგიები აუცილებლად იქნება მოთხოვნადი, ყოველთვის იქნება. საერთო საქმეზე ყოველთვის იქნება, იმიტომ რომ ეს გახლავთ ქრონიკული დეფიციტი ქვეყანაში. ამას სხვა მიზეზები ახლა ვერ ჩაუღრმავ. ხო, აქ არასტაბილური დასაქმება და დაბალი ხელფასის გამოხდება, გადინება და ნუ რო გამოუშვათ მილიონი ჰექტარი, მილიონივე დასაქმდება წელს. პრობლემა, აქ სხვა პრობლემებზეა საუბარი. თუმცა მოთხოვნა მაინც იქნება, ასე თუ ისე. აუცილებლად არის მოთხოვნადი ისეთ პროფესიებზე, სადაც შემოვიდა რეგულირება. მათ შორის შრომის უსაფრთხოება. უკვე კანონი ითხოვს კვალიფიკაციის არსებობას, ვერ დასაქმდები დიპლომის გარეშე და პირდაპირ ეს ბიზნესიდანაც მოთხოვნადია და საზოგადოებიდანაც მოთხოვნადია. აი, ცოტა ტექნიკურ საკითხებს. ახლა მივდივარ, ვიცი თქვენ რატო იკითხეთ. შეუცვლელია და ხელოვნური ინტელექტი, კი არა, რაც არ უნდა ვიძახოთ, ვერავინ ვერ შეცვლის ელექტრიკოსს. ვერ შეცვლის მშენებელს. ტექნოლოგიებს შეცვლიან, უფრო ადვილად გააკეთებენ, მაგრამ ისევ ესენი გააკეთებენ. კი, ბუნებრივია. სხვა ტექნოლოგიების გამოყენებით. ვერ შეცვლის წყალგაყვანილობისა და წყალარინების სისტემების სპეციალისტებს და დღეს ეს მთელ მსოფლიოში ხდება დეფიციტური. მთელ მსოფლიოს უჭირს. ყველგან უჭირთ. ყველგან უჭირთ. გერმანიაშიც უჭირთ. რა შემხედრია? გერმანელები აღარ მიდიან. პროტა არც არის. ადამიანები პროფესია, რომელიც აწარმოებს, არ ვიცი სამწუხაროდ რა ქვია, რკინის დეტალებს, ხო, ხარატი და დანადგარების დეტალებს ესენი. ანუ ეხლა ამჟამად გვაქვს მოთხოვნა ამ პროფესიებზე? ნახეთ, მოთხოვნა ამჟამად არ აქვს. მოთხოვნა გქონდა ბიზნესს, მაგალითად სამშენებლოს და რობერ დაუკმაყოფილა ვერამი თავის კოლეჯი გახსნა და ავტორიზაცია გაიარა. ხო, იცი? კონსტრუქტორი როა. კი. მაგრამ აი სხვა პროფესიები რა ჩამოთვალთ? გვაქვს შესაძლებლობა რომ ვასწავლოთ და არ მოდიან თუ არ გვაქვს? სწავლების შესაძლებლობა გვაქვს, თუმცა არ არის პოპულარული მაინც და მაინც, იმიტომ რომ ალბათ ჯერ კიდევ არ არის საკმაოდ მკაცრი რეგულირება ამ სფეროებში მუშაობისთვის შესაბამისი განათლების არსებობის. ერთი შეკითხვა მაქვს კიდევ მნიშვნელოვანი. რამდენიმე სფერო არის ჩვენი გადაცემები წინასაც მიეწუნა, რომ ქარხანა დამამზადებლის მიერ უნდა იყოს გამონაბოლქვის სისტემა დამონტაჟებული, შესაბამისი სერტიფიკატის მქონე პირმა დაამონტაჟოს და ასე შემდეგ. პროფესიული განათლების დიპლომი ჩაითვლება, ან ითვლება თუ არა შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებლად სფეროებში. დიპლომის სერტიფიკატიც კი. მოკლევადიანი გადამზადების სერტიფიკატიც არის კვალიფიკაციის დამადასტურებელი. დღეს რომ მანქანა შევაკეთებინო, არც ერთი საქართველოს არ ვიცი მე საქართველოს მასშტაბით არც ერთი სახელოსნო დიდი ორგანიზაცია წარმომადგენლობებისა, ხო? ალბათ. წარმომადგენლობსაც უჭირთ მე მგონი, იმიტომ რომ ხელოსანმა ვინც ეს შეაკეთა, ვერავინ ვერ მეუბნება მაძლევს გარანტიას, რომ ამას სტანდარტების დაცვით გააკეთა იქ ყველაფერი. ხო, აქ ეს პრობლემა. ამის შესაძლებლობა არის, მაგალითად ერთ-ერთი საუკეთესო წამყვანი ამ მიმართულებით ასევე არის თეგეტა, რომელსაც თავისი კოლეჯი აქვს, ვერ იპოვა ასეთი სპეციალისტები, თვითონ გააკეთა კოლეჯი და რაში ჭირდება ამდენი კურსდამთავრებული, სხვებსაც ამარაგებს.
მაგრამ ეს ფორმალური განათლების თუმცა ნაწილი შექმნა გახდა. იმიტომ რომ არის დეფიციტი საჭიროება ბაზარში. გაჩვენა. რომ ამ ვინმე მოუმზადოს ეს ადამიანები, მე მგონი რომ ეგრედაც და სხვა კომპანიებიც თუმცა იქნებიან ბედნიერები. ხოდა მანქანათმშენებლობაზე პროფილური სახელმწიფო კოლეჯი, მაშინ რატო დაჭირდათ ეგეთეს? იმიტომ რომ ვერ ითანამშრომლეს. და ეგეთამ თქვა რომ აღარ მინდა, მაშინ ჩემ კოლეჯს გავაკეთე. ბადგა და გააკეთა. ერთ შეკითხვასაც დავსვავ თუ გვაქვს დრო, ტექნოლოგიურად რამდენად მზად ვართ რომ აი რა მიმართულებებიც გაქვთ თქვენ დღეს მაგალითად სასწავლებელში რომ პრაქტიკაში კარგი ცოდნა მიაწოდოთ და გამოცდილება. აბსოლუტურად. ნახეთ, მე გითხარით რომ მინიმუმ 50% საერთო საქმეში არის კლინიკური პრაქტიკა. ეს ნიშნავს რომ სტუდენტი ჩვენთან არის 3 წლიდან მხოლოდ წელიწად ნახევარი. დანარჩენი 3 წელი ჩვეულებრივი ექთანია ყველა კლინიკაში პროფილურად. ეს არის მინიმუმ პრაქტიკის კომპონენტი. ყველა სხვა პროგრამაში პრაქტიკის კომპონენტი არის ამაზე ნაკლები არსად არ არის. მათ შორის მოკლევადიან კურსებზეც კი. ყველა პროგრამის მინიმუმ 50% საშუალოდ 70 ხორციელდება კონკრეტულ ბიზნესთან. ძალიან და ჩვენ 300 პარტნიორი ბიზნესი გვყავს, რომლებიც იღებენ დიდ სარგებლობას ამ თანამშრომლობით. გაქვს შეკითხვა მე მაქვს კიდე. ბევრი. არა, არა, ერთი შეკითხვა, ორს დავსვამ ერთ შეკითხვაში. სწავლის ხანგრძლივობა რამდენი არის? ალბათ ამოკიდებულია მიმართულებებზე და ის დრო, რასაც დაწესებულებაში ატარებს, ანუ სწავლისთვისაც დღის განმავლობაში რა დროს ხარჯავს? ანუ შეუძლია ისწავლოს და იმუშაოს კიდეც ერთდროულად? უმეტესობა სწავლობს და მუშაობს. პარალელურად, ამიტომაც ჩვენ მაქსიმალურად მოქნილები ვართ და ვიყენებთ მათ შორის ჰიბრიდული სწავლების მიდგომებს, მაქსიმალურად და მათ შორის ახლა გერმანელი სტაჟიორებს ვთხოვეთ დახმარება, რომ ტექნოლოგიური შესაძლებლობებით გაგვაძლიერონ, მეტიც. ნახეთ, ჩვენ ალბათ ვიქნებით პირველი კოლეჯი, რომელიც ერთობლივ პროგრამას განახორციელებს მიუნხენის კოლეჯში. იქაური მასწავლებლები ჩაერთვებიან და ჩვენი სტუდენტები კი არ უნდა ჩავიდეს მიუნხენში, რომ გერმანული განათლება მიიღოს. უფრო მეტი სტუდენტისთვის გახდება შესაძლებელი. შესაძლებლობა გვაქვს. აი ამ ტექნოლოგიებს ახლა ტესტავთ, ახლა ორ კორპუსში და როგორც კი დაბრუნდებიან, უკვე ჩვენგან მიუნხენში ჩატარდება პირველი კეთება. თქვენ ნუგონიათ რომ დისტანციურად კეთებას ვერ ასწავლეთ. არა, არ მგონია. დისტანციურად ასწავლეთ. ბევრი პროფესია შეიძლება. ასე რომ მაქსიმალურად ვცდილობთ, მაქსიმალურად ხელს უწყობთ, ვიცით რომ მუშაობენ ადამიანები, ამაზეა დამოკიდებული მათი ოჯახები, კანონმდებლობის ფარგლებში, სადაც ეს შესაძლებელია, ვართ მოქნილები, თუ უნდათ მოვლენ და ადგილზე დაესწრებიან, თუ არ შეუძლიათ დისტანციურად დაესწრებიან, ეხლა ვავითარებთ ასინქრონული სწავლების რესურსებს, ვერ დაესწრო, მაგრამ ჩანაწერები ნახა, იმეც სადინა და მერე დაუბრუნდა, ასე რომ ეს მოქნილობა თუ არ შევინარჩუნეთ ჩვენ ერთ-ერთ კოლეჯს ქონდა ამასენად ხშირად წერდა და მე უთხრა ვიღაცა მეტყობა. დასწრება ხარისხიანი განათლების წინაპირობა არა. მე არ ვეთანხმები. მადლობა რომ ესე. მე გაჩერდა აღარ წერს, ხო, ეტყობა ვიღაცამ უთხრა ვერაათლად კარგად ახლა. ამიტომ ჩვენ მაქსიმალურად გახსნილები ვართ აქეთ და სწავლობთ ფიქრობთ ჩვენი სიახლე თუ ვინმე წელს აბარებს, აპირებს, ჩემი ტოლია, ჩემზე უფროსიან, ჩემზე ახალგაზრდა და უნდა რაღაც პროფესიული განათლება მიიღოს, ძალიან კარგი საშუალებები არსებობს და ყურადღებას არასდროს არ არის გვიანი. არასდროს არა გვიანი, პრინციპს ვსწავლობ. მეგობრებო, რავი, ძალიან მაგარი პოდკასტი გამოგვივიდა. ბატონო კახა, თქვენ ძალიან დიდი მადლობა მონაწილეობისთვის, საინტერესო ექსპერტიზისთვის, რომელიც გააჟღერეთ ჩვენს პოდკასტში. ტრადიციულად ჯონი და დიდი მადლობა DPT Consulting-ს ესეთ საინტერესო თემების არჩევისთვის. მე კიდევ ერთხელ შევახსენებ ჩვენს მაყურებელს, რომ DPT Consulting-ი არის იურიდიული კომპანია, განსაკუთრებით ესეთი პროფილური სპეციალიზაციით მონაცემთა დაცვის მიმართულებით. თუმცა სხვა იურიდიულ საკითხებშიც კი ფანტასტიკური სიამოვნებით ვიყენებთ მათ სერვისებს, სხვა შორის კერძო კოლეჯი, 40 კერძო კოლეჯი, მთლიანად მათ ექსპერტიზაზე ვართ დამოკიდებული ამ საკითხში. დიდი მადლობა. აი ხო და თან ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს არ ყოფილა ურთიერთობა, რომელიც ჩვენ ინიცირებული იყო პირიქით ასოციაციიდან წამოვიდა ეს შემოთავაზება, იმიტომ რომ ჭირდებოდათ დაინახეს საჭიროება და ეს გავაკეთეთ ერთობლივად და აი ზუსტად აი რაღაცა თქვი ახლა შენ რომ აი რითიც მინდოდა დამესრულებინა ახლა რომ რაც დღეს ახლა აი რაც დღეს მესმის არის ერთი პრობლემა რა ჩვენ გვიჭირს საუბარი ერთმანეთთან არ ვიცი ეს ჩვენ გვახასიათებს ანუ ქართულიც გვახასიათებს ეს თუ ზოგადად არის ეს პრობლემა მაგრამ
ანუ აქ აშკარად ხედავთ, რომ ერთი ინდუსტრია მეორე ინდუსტრიას უბრალოდ არ ესაუბრება, არადა ამ შემთხვევაში ძალიან დამოკიდებული ინდუსტრიებია ან ვერ ერთმანეთზე. მოულობენ ერთმანეთს. ხო, აი არ ვიცი და აი მე იმედი მაქვს, რომ აი ჩვენი პოდკასტები სიმბიოზი შეიძლება შევქმნათ. კი, მე მინდა რომ იმპულსები გავიდეს ჩვენგან, რომ ესეთი საუბრები არის ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი. აი გუშინ წინ გავაფორმე საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტთან, მაგალითად მემორანდუმი ურთიერთთანამშრომლობის და ფანტასტიკური რაღაც შესაძლებლობები დავინახეთ ერთმანეთთან აი ამ კოლაბორაციით რა, რასაც ვეცდებით რომ ძალიან ესე საინტერესოდ გამავითაროთ. ამიტომ ძალიან დიდ მადლობას გიხდით მონაწილეობისთვის, საინტერესო პოდკასტისთვის. მეგობრებო, თქვენ ძალიან დიდი მადლობა რომ გვადევნებთ თვალს. ეს იყო Business Space-ი, საქმიანი პოდკასტი, სადაც საუბრობთ ხოლმე ესე ბიზნესზე, როგორც არის სინამდვილეში. დღეს არა მარტო ბიზნესზე, არამედ განათლებაზე და სხვა საკითხებზე საუბრობთ. მე მისი ავტორი სერგო ოსიჯანიშვილი ვარ, ჩემთან ერთად იყო DPT Consulting-ის თანადამფუძნებელი ჯონი ჩონიაძე და ჩვენი ფანტასტიკური სტუმარი ბატონი კახაბერ ერაძე. დაგემშვიდობებით, მადლობა რომ გვიყურებთ კიდევ ერთხელ. ხომის.